ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში პროექტის ინიცირება ორშაბათს იგეგმება, მიღება მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ზალაში სიახლეები 1 ივლისიდან უნდა შევიდეს. ცვლილებების თანახმად ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა, ცვლილება შეეხება დროებით კომისიებსაც, უქმდება ბავშვთა უფლებების და მმართველობის საპარლამენტო საბჭო. ახალი რეგლამენტით იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი კი თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი გახდება. თამარ ჭიკვატია სიუჟეტი. პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობა იზრდება, ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა. მინისტრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულები დეპუტატების კითხვებს ყოველ სასესიო კვირას უპასუხებენ. შეიცვლება დებატების ფორმატიც და უფრო დინამიკური გახდება. უქმდება მინისტრის საათი. ამუშავდება დროებითი კომისიების კონსტიტუციური ინსტრუმენტი. სხვა დროებით კომისიებს ეთმობა ფაქტობრივად 2 მუხლი, 2 თუ 3 მუხლი და არის ძირითადად მითითებები საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ართულებდა ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებას, შინაარსს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვქნით მას უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს. უპირატესობა დროებით კომისიის არის ის, რომ როგორც საგამოძიებო კომისია, ის იქნება პარიტეტის პრინციპით, ანუ ნახევარ-ნახევრადაზე არის უმრავლესობა და ოპოზიცია. შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას, რომ იყოს უფრო პლურალისტური მუშაობა ასეთ სახის კომისიაში, კონსენსუსზე ორიენტირებული მუშაობა. ახალი რეგლამენტით საკანონმდებლო წინადადებების ადრესატი კომიტეტების ნაცვლად პარლამენტის თითოეული წევრი გახდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქის ან ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა უფრო გამარტივდება. ცვლილებები ასევე მოიცავს პარლამენტის საქმიანობის წლიური ანგარიშის დამკვიდრებას, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტები ერთობლივად იმუშავებენ. მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, რაც პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. საჭიროება არის იმისთვის, რომ არსებობდეს ფორმატი, სადაც არა ფორმალურ, ოფიციალურ, არამედ სამუშაო რეჟიმში ხდება საკითხების განხილვა, როგორც იტყვია ხოლმე, ხმამაღლა ფიქრის უფლება, როდესაც არის საშუალება, რომ სამუშაო ჯგუფმა, სამუშაო გარემოში უფრო ხმამაღლად, ამამად ისაუბროს და იმუშაოს. ცვლილებები საპარლამენტო საქმიანობაში, რომ დროული, საჭირო და მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, თუმცა მათივე თქმით არის ცვლილებების ნაწილი, რომელსაც არ ეთანხმებიან და ალტერნატიულ წინადადებებზე მუშაობენ. მიზანი თქიანობაში ეს არის, რომ ბევრი რამე გამარტივდეს და მართლა არ იყოს ამთხოვები სხვადასხვა ფუნქციებს შორის. მაგალითად, როდესაც არსებობს დროებითი კომისია და არსებობს ამ დროს დროებითი საბჭოები, აი ფუნქციები სრულიად გაუგებარია და რაღაცების გამარტივება არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ხალხის ძალა მუშაობთ სწორედ იმ ცვლილებებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით, რომ იქ ჩვენი ალტერნატივები წარმოადგენთ. პრაქტიკული რეგლამენტი უფრო ეფექტიანი პარლამენტისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ცვლილებები ყველა იმ ხარვეს აღმოფხრის, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიკვეთა. რეგლამენტში ცვლილებები გულისხმობს რეგლამენტის უფრო მეტად პრაქტიკულ ნაწილს, იმას, რამაც შესაძლოა უკეთ იმუშაოს, როგორც საპარლამენტო ზედახედულობის კუთხით, ასევე თავად პარლამენტში სტრუქტურების გამართულად მუშაობისთვის. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება მაისის ბოლოს, მისი ამოქმედება კი 1 ივლისიდან იგეგმება.